რა მაინტერესებს იცი, ლოგიკური აზროვნება რას ნიშნავს, ლოგიკა რა არის, რო ფიქრობენ ლოგიკურად იმჟელეო, იფიქრეო. ლოგიკა რა არის, ერთი ამიხსენი შენებურად შენ რო იცი ახლა. ლოგიკა, არ ვიცი სადაური სიტყვარი, რას ნიშნავს ზუსტად, მაგრამ ჩემებურად აგიხსნი მაინც ახლა რა. ლოგიკა არის ლოგიკური აზროვნება არის რაღაც შეკითხვები რო არის, ხო, ამ შეკითხვას პასუხები აქვს. ოღონ რამოდენიმე სავარაუდო პასუხია და ერთი არის იქიდან სწორი და ლოგიკურად აზროვნებ, ხა ეს არის სწორი თუ ის არის ახლა და თუ იცი უპასუხებ სწორს და თუ არა და ლოგიკურად ცდილობ ახლა რომ აარჩიო იქიდან სავარაუდო პასუხი. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანო მაგალითად ახლა აგიხსნი ახლა ელემენტარული არის. მაგალითად აგერ ახლა ეს ხო არის კარების სახებური, ხო, ლოგიკურად ახლა ეს რო გავაღოთ ჩვენ არის რამოდენიმე სავარაუდო და საშუალება ის რომ ეს რუჭკა ან დაბლა უნდა ჩაწიო, ან მაღლა უნდა აწიო, ან გარეთ გამოწიო, ან იქით მიაწვე, ხო და ირჩევ შენ სავარაუდო ვარიანტს მაგალითად რომ არის 3-4, ხო? შენ ვსჯელობ ეს ზემოთ ავწიო, რომ გავაღო, გარეთ გამოწიო, იქით მივაწვე და ამ დროს არჩევ შენ ამ სავარაუდო ვერსიებს და დაბლა უნდა ჩამოწიო და იღება კარები, ხო? ეს არის ლოგიკა და ეს არის ლოგიკური აზროვნება, სხვა არაფერი. სავარაუდო პასუხი შეგიძლია აარჩიო რამოდენებიდან, სადაც ერთ-ერთი არის სწორი. ეს არის ლოგიკა, ჩემი აზრით. ეხლა გასაგებია ლოგიკური აზროვნება და რას ნიშნავს ლოგიკურად მიდგომა საქმეზე მაგალითად. ესე იგი რამოდენიმე პასუხი არის ლოგიკაში. ერთ-ერთი არის სწორი. და რამოდენიმე არის სავარაუდო, ხო? და ის რას ნიშნავს ერთი ქალური ლოგიკა, ქალური ლოგიკაში რა ხდება ერთი, ვიციან ქალური ლოგიკა რას ნიშნავს? ქალური ლოგიკაში რა ხდება და ახლა ჩვეულებრივ ლოგიკური აზროვნებაში ხო არის 4 სავარაუდო და 3 სავარაუდო პასუხი და ერთი არის სწორი და ქალური ლოგიკაში არის ძალიან ბევრი სავარაუდო პასუხი, შეიძლება 1000-ობით და 10000-ობით იყოს და ერთი იყოს სწორი და უნდა ირჩიო 10000-დან და მიადგება რომ ის რაღაცა ნახავს ამ სწორ პასუხს. ეს არის განსხვავება ქალური ლოგიკაში და ჩვეულებრივ ლოგიკაში შორის. მაგია გაგიგონო თუ არა 1000 სავარაუდო კი არა 1000 სწორი პასუხი იქნება შენზე.